მოგესალმებით მეგობრებო. Ვიცოდი ყავს ბევრი საყვარელი მოდელი, ასევე მეც მაგრამ ევასება. განახეთ მის მდგომარეობას. ფაქტიურად მალიანის ხედან არის საპროექტო. განახეთ მის ვიზუალს, აი ეს მდგომარეობაში აქვს. აი ეს ყველაფერი, აქ ეს ნახევია, მოკლედ. ეს მდგომარეობაშია. აი ეს კარებიც აი ეს მდგომარეობაშია, აი ესეა, მოკლედ. აი კანტები სუდარღვეული აქვს. აქაც გასმული აქვს. კაპოტიც აი ესეთ მდგომარეობაში აქვს, მოკლედ აი ჩატეხილი აქვს, როგორც ხედავთ. აი ესე აქვს. აქაც ესე აქვს. აქ ესე წვრილად კანტი უნდა ქონდეს, ეგ კანტიც არა აქვს. მოკლედ აი ესეთ მდგომარეობაში ეს ყველაფერი. აი აქაც კარებთანაც, მოკლედ აი როგორც ხედავთ, დადალღულია. რა შეეხება აქედან მხარეს ძველი დაგრუნტული აქვს და აი აქ ამოხეთქილი აქვს. აი ერთი აქ აქვს, მეორე აქ აქვს. მოკლედ ესე გადავწყვიტეთ, მთლიანი მანქანა შეიძლება ჭერის გარდა, ანუ იუბკა ასე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, შიდა მხარესაც შევღებავთ. მაქსიმალურად შევეცდები დროთა განმავლობაში გადავიღო მუშაობის პროცესით და განახერხებთ მის მდგომარეობას. აი ხო ხედავთ სარკესთან და ეს ეფექტი აქვს. აი ეს აქვს, მოკლედ. დავიწყებთ კეთებას, დავამზადებთ, შევღებავთ და ერთიანობაში გადავიღებთ და განახებთ რა გამოგვივა ამ ჩვენი პიცოტისგან. ფლოვებს უნდა გადავაფიქრებინოთ, რა თქმა უნდა, ისი გაყიდვა. იმიტომ რომ რავი დიდ ემოციაში არა, დიდ შედეგს არ ელოდება, მაგრამ ვიცით რომ მაქსიმალურად დავხოცავთ ამ მანქანას, რომ მოვაწონინებ და არ გაყიდის. დარწმუნებული ვარ მე მაგაში და მაგ ემოციასაც გადავიღებთ, რომ შევღებავთ ბოლოს და გამოიყვანს ამ ავტომობილს აი ამ ღომელიდან, სადაც ახლა ვიყენია CS. მოკლედ აი ეს მეგობრებო, ნახოთ რა გამოგვივა. და აქ ვაგრძელებთ ჩვენ ბებერს. აი ეს მდგომარეობა აქვს, როგორც ხედავთ. ეს კრილო ეთყობა შენასული კრილო იყო მწვანე ფერისაა ფაქტიურად. მე თუნ უკვე რომ გაასწორა, ასე ვთქვათ, შეშდი რომ გაასწორეს, ეგრევე ეთყობა გაასწორეს თუ არა, როგორც საათს არის ბალგარკა, ეგრევე შპაკლი წაუხდეს, ცხელ-ცხელზე რომ არის, ალბათ ზედმე გამშრალი იყო შპაკლი. მოკლედ ესეთი გაუბედურებული კრილოა. აქაც ესე აქვს, მოკლედ ეგრევე ატაჩილებულზე აქვს წასმული, არც გაუსწორებიათ, მოკლედ ზოგადად ზედა მხარე ისწორდება, იშკურკება რაღაც პირზე, ესეთ დონეზე და მე შპაკლი ისმევა. ნუ აი ეგრევე აქვს, მოკლედ წასმული. აქაც ეგრევე აქვს წასმული, ანუ ეს მე არ წამისვეს მხოლოდ მაგ გრძელი კალოტით, ანუ რუბანდით აი ესე ამ კალოტით ფაქტიურად გავასწორე ეს მაქსიმალურად. ეხლა აქ აღარ დაჭდება, მაგრამ ეს შემთხვევაში როცა სწორდება, ფაქტიურად უნდა გასწორდეს, აი ესე უნდა გაშლიფავკდეს და მე უნდა წაისვა შპაკლი. ძმებს ეგრევე აქვს წასმული, არც გაუშკურკიათ, აგერ როგორც ხედავთ, ეგრევე აქვს წასმული აქაც შპაკლი, აქაც იგივე მდგომარეობა, ეგრევე აქვს შპაკლი წასმული, როგორც აატაჩილეს ეთყობა ერთ ხელში. ტაჩილა იკავა მეორე ხელში შპაკლი და ეგრევე გადაუსვეს. მოკლედ ეს კარები ძალიან ბევრჯერაა ნაღები, როგორც ხედავთ, ეს არის პირველი შეღებილი, ბოლო შეღებილი, ნუ ვთქვათ, პირველი შეღებილი, მეორე, მერე მოდის მესამე, მეოთხე, მეხუთე, აი ეს მეექვსე, მეშვიდე და ეს უკვე ალბათ მერვე. რა ვიცი, არა მერვე არ იქნება, ეს უკვე ბოლოა, ანუ ეს უკვე ქარხნულია თავისი, აი აქედან გამომდინარე, რომ იმჯერ ესე გამოდის მეშვიდე თუ მერვე, რავი. რაც შეეხება უკანაკრილოს. უკანაკრილოზე არ ვიცი, ჯერ ყვითელი შპაკლი აქვს წასმული, მერე ბოქსიტი აქვს წასმული, მერე იტოქში ყვითელი არეული და რეულია, კოჩი. წესი არ აქვს დაცული, როგორც წესით კეთდება ჯერ ბოქსიტი, მერე მოდის ყვითელი და ასე შემდეგ. ანუ ზეთ შპაკლზე გაწერი ფიბერი და ფინიშავი, ანუ ბოლოს როგორც კეთდება, მერე თეთრი შპაკლითაც აქვს დამუშავებული. ნუ მოკლედ ასეთი მდგომარეობა უკანაკრილოზეც, წინა უკანაკარებზეც, წინა კარებზეც, ნუ მოკლედ აი ეს გვერდი არის ნაომარი ფაქტიურად. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყვანოთ. გინდა თუ არა უნდა გამოვიყვანოთ ფაქტიურად. აი ესეთი მდგომარეობა აქვს, ეხლა კანტები გამოვიყვანე. ნუ ეს ჯერ შავი სამუშაოა ფაქტიურად, ჯერ გრუბი შკურკით ამახანა 80-იანთან მაქვს ეს ყველაფერი ჩამოშკურგული, იმის მერე კიდე ავალ ზემოთ და ზემოთ. წმინდა და წმინდა
რაც შეეხება აქეთა გვერდს ჯერ არ დამიწყია ფაქტიურად. აქეთა მხარეს რაც შეეხება ძველი შეღებიც, აი როგორც უყურებთ, აი ეს კანტები ფაქტიურად დაჟე კამერაში ფაქტობრივად ძლივსა ჩანს, აი ესეთი მდგომარეობა აქვს. იმდენჯერ აქ ნაღებიან ნაშკურკია, ზიარავად მოკლედ არაფერი არ აქვს დაცული და სუსუ ტალღებშია კრილო, კარი, ესაც უკანა მხარეც. მოკლედ რასაც ხედავთ, აქ იგივე მდგომარეობა ალბათ იქნება იქეთა მხარეს. ნუ ნახოთ, მაგასაც გადავიღებთ, ნახოთ ამ მდგომარეობა იქნება. მოკლედ გადავწყვიტეთ. ამაზე შავი უნდა დავასხათ. ძალიან მაგარი შავი უნდა დავასხათ. ნუ 0.2-ზე ბევრად შავია. დავასხოთ, მოკლედ მაგასაც ნახავთ, გადავიღებთ, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით ამ მდგომარეობაშია ეს მანქანა. და გამოვიყვან მოკლედ ფორმას, დავხვეწავ. ფლობელი მოკლედ ყველაფერზე დამითანხმდა. ფერზეც, შეღებვაზეც, თუ როგორ უნდა შევღებოთ, რანაირად უნდა შევღებოთ, ყველაფერზე მოკლედ თანახმა არის. და უნდა გამოვიყვანოთ მოკლედ 5-იანზე. როგორც ჩემს საკუთარ მანქანას, მოკლედ აი ესე მივადექიზეთ, ისე გამოვიყვანეს ყველაფერი და ბევრად კიდე დავხვეწავ ფორმებს. რაც შეეხება ახლა გადავალ იქეთა მხარესაც, მერე უკვე წავა. აქეთა მხარეც ეს კრილო დაიშპაკლება, ქვედა მხარე ძირი ესეც დაიშპაკლება, კიდევ რო ფორმა დაიხვეწოს, იმიტომ იქ როგორც ხედავთ, კიბე-კიბია და ზოგადად როცა ესეთი მდგომარეობა აქვს და შკურკას უსმევ და არასწორი ნაშპაკლი აქვს, არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის შკურკას უსმევ, ყვითელი სხვანაირად იშკურკება, თავის საღებავი სხვანაირად იშკურკება, ნუ რა თქმა უნდა ებოქსის სხვანაირად იშკურკება. თქვათ ებოქსის თუ 5 გასმა უნდა რომ რაღაც დონეზე დაათხელო, იმ 5 დასმაში ეს ბევრად მეტად თხელდება და მაგიტომ რთულია რომ ფორმა დაიცვა, მაგას ჯობია მთლიანად დაშპაკლო. ერთი შპაკლით, გინდა ყვითელი, გინდა ებოქსიტით და იმის მიხედვით მიყვერო ფორმა ზუსტად გამოიყვანო და ტალღაც არ დაგჭეს. დანარჩენს კიდე ეტაპობრივად გადავიღებ, განახებთ კიდე როგორ მივიწევით მოკლედ ნელ-ნელა წინ. მოკლედ გადმოვიდით მეორე მხარეს. აქაც როგორც ხედავთ ფენა-ფენაა. ამ კრილოს შეცვლა გადავწყვიტეთ, იქიდან გამომდინარე რომ კრილო როგორც ხედავთ აი ესე დეფორმირებულია, ვაფშე სხვაგან არის, აი როგორც ხედავთ აქ ჩატეხილია. აი აქ ესეთი კუზი აქ მოკლედ, აი ნახეთ როგორ ფორმები აქაც აი ეს წაქცეული ამის სწორებას და იმას გადავწყვიტეთ ამ კრილოს შევცვლით. და შეეხება ცოლის ხარეკარებს, აქაც აი როგორც ხედავთ ფენა-ფენაა ვაფლივით, ნაპალიონივით მოკლედ. ნუ ამ კარებს ჩამოვშკურდავთ, მოხსნით ახლა ზედვე რუბანკით გავასწორებ, ამასაც მაქსიმალურად გავასწორებ. როგორც ხედავთ ამ უკანა კრილოს მოკლედ აი დეფექტი აქვს, რავი, ვაფშე სხვაგან არის მოკლედ. აქ შევაქრობ, უკეთრად რომ გამოჩნდეს, ან არ ეკლიდან რომ არ ჩანს. მოკლედ აი როგორც ხედავთ კრილო აი ეს მოტეხი თქოს უკიდან დანარტყამი იყოს, აქ გაბერილია როგორც ხედავთ. მოკლედ აქეთა მხარესაც აი ესე აქვს. ვაფშე სხვაგან არის, ახლა ხელათია გამობერილი, აი არ კარო დაუკვირდეთ. ანუ აი აქედან აი აქამდე. აი როგორც ეთქობა ხედავთ. ძველი ნასწორები ეთქობა, ვერ გააკეთეს, რაღაც პრობლემა ჰქონდა. აი ეს კრილო ბოლიმენი ზის, მოკლედ ეს იდეალურია ეს კრილო, იმ კრილოსთან შედარებით. ეს კრილო კიდე გამო, მაგრამ აი ეს კრილო არც ერთ ჩარჩოში არ ზის, მოკლედ ვაფშე სხვაგან არის რა. ხო და აი აქ გადავწყვიტეთ, რა ვიცი, აი აქ უნდა რამენაირად უნდა დავასმევინოთ ეს ადგილი, რომ ეს გაბერილი დავწიოთ ქვემოთკენ, რომ ეს ფორმას დააჯეს, იმიტომ რომ ეს გაბერილი რო ესო გასწორდეს, ამასთან უკვე კარებთან უკვე სხვაგან მიდის, უკვე ახლა კიბეს გვიტოვებს. აი აქაც როგორც ხედავთ ეს რო გავასწორე, ეს კარების ზედაპირი დაჭდა ესე და აქ იმდენი შპაკლი უსვია, რომ ჩატეხილი აქვს ჭკურკით და მაგიტომ არის აი ეს ადგილი კიდე პრიალოს, ანუ ფაქტობრივად ჭკურკა ვერ ედება ამას, რომ აიშკურკოს და შავფერზე მერე კიდე კანტების თუ ასე ბუბლიკივით ჩანს გამობერილი. მოკლედ ამას გავასწორებთ და მე ერთიანად გადავიღებ კიდე განახებთ, სანამ დავგუნდავ მის მდგომარეობას. ამ კრილოზე ძებნა მიდის, მოკლედ ეძებენ ამ კრილოს რომ შეცვალონ და დანარჩენი კიდე იმ უკანა კრილოზე გვაქვს სამუშაო, გამოსაყვანი ფორმები, რაღაც ჩაკვიჩები და დანარჩენი აპრავკები მოვაქვს და დეტალებსაც გადავიღებ, მე განახებთ. რაც შეეხება ბამპერები, ტაივანი ბამპერებია, ტონიანდის ბამპერები გვაქვს. უკანა, წინა, ეს სილვის ბამპერია, კეთდება. ჩვენი ხეთის სილვია.
შენი გელო აკეთებს. ესეც კაი საინტერესო მანქანა ყავს. ესეთი ტიპია. ამასაც მოკლედ როგორც ხედავთ, აქტიურად საიდან რა განახოთ, თუ ამოიღეს ბიჭებმა არ ვიცი, ამოღებულია. ესეც ჩვენი ამხოთია მოკლედ. ამაზეც ველოდებით ნაწილებს და ამაზეც გაკეთდება დანარჩენი მერე მიეხედება. ეს სიმრავლარეობა ჯერჯერობით უკანა ბამპერს ამზადებენ ამაზე ჩვენ სილვიაზე. სილვიაც აკապავს. მოკლედ ბემედან გადავედით სილვიაზე. მოკლედ ამ ეტაპზე ვარ ჯერჯერობით დანარჩენს კიდე გადავედით განახებ. როგორ მივიწევით ნენელა წინ. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, დროსაც როგორ მოვწერდით და აი ახეთ საბარგულთან რაღაც პატარა იაღლიშები აქვს. მოკლედ. გადავიღებ კიდე როგორც ნენელა წავიწევით წინ. მოკლედ, მეგობრებო, გავასუფთავეთ სულ. აი ესე ჩავყევით, დაზიანებული მხარი აქვს ქვემოთა. ძალიან ბევრჯერ იყო ფაქტიურად შეღებილი, როგორც ხედავთ, რამოდენიმე პირი 8ჯერ, 9ჯერ როგორც დავთვალეთ, ფაქტიურად გავასუფთავეთ, იმიტომ რომ კანტეს ფორმები დამგვალებული იყო ამდენჯერ შეღების გამო, ფორმა არ ხონდა მანქანას, ყველაფერი დაკარგული იყო, კანტიც ყველაფერს არ როგორც ხდება, დამხარესაც კი დაკარგული იყო, რაც შეეხება მკაბელი უკრილოს, ბოლოს გადავწყვიტეთ. ზოგადად ეს მდგომარეობაში როა ყოველი სიცულება კრივო, ხარჯებთან რა თქმა უნდა ყველაფერი დაკავშირებული დროსთან გადავწყვიტეთ. აი ესე გავჭერით მოკლედ. ეს შევკეცეთ შიგნით მაქსიმალურად, რომ ეს კაბელის ფუზი არ ქონოდა და ესევე დავადებთ. ეხა კენის ჩაკითხიოთ ამ ნავჭრებსაც ამოვიღებ შიგნიდან. რომ დაიდოს არაფერი კოროზია, სამომავლოს სარი და ასეთი პრობლემის წინ ვარ გაიჩინოს მოკლედ ეს ყველაფერს გავასუფთავებთ. ფაქტიურად დამჭირდა სუფთავებული ეს კრილო ესე. საბარგულს დავთ ხესავდებთ. კაპოტსაც ანალოგიურად კაპოტსაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არ ვიცი ამდენ დამთანხმება. ფლობელი რო კაპოტი უბრალოდ სმიგით გავწმუნდეთ, იმიტომ რომ აპარატი გაწმუნდას ფაქტიურად ძალიან დიდი პრომო უნდა ამ ყველაფერს. დასთავარი გვერდული ფორმები დავხვეწეთ, დაგჭა ეს კარი, აი ეს კარი 4ჯერ სიმება წაუხსი ფაქტიურად აგეთ ყრია, საღებავია და კიდე ბოლომდე ვერ ჩავიდა, აპარატი გავასუფთავოთ ამასაც, ტექნიკი გამყერებია და დეტალებს კიდე გადავიღებ, დავუწყებ დაშფოთს დაგრუპებ, უკანვაგებთ ეტაპებად, გადავიღებ და სკოლასაც დეტალურად გავიღებ. ჯერჯერობით ამ პროცესში ვარ, ეს პირობებს გადავწყვეტ ფაქტურად სულ. მოკლედ მეგობრებო, დავამუშავეთ, დავგრუნტეთ. გასუფთავებული ყველა ნახეთ. შუაგულს არ შევეხეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ნაკეთებები გქონდა ამას, რაღაც პრობლემები გქონდა, თავი შევიკავეთ, დანარჩენი რაც შეეხებოდა გვერდებს. ბოლომდე დავამუშავეთ, ბოლომდე გავასწორეთ, ეს გახსოვთ როგორც ჩავაკერეთ კაბელი კრილო მაქსიმალურად. ანუ ესეთ ფორმებში მივიყვანეთ, 4 კარი ადგილადია. ეხლა ამას კიდე კანტროკას დავგრუნტავთ და საფინიშოდ გავშკურდავთ ამ სულ ყველაფერს. დავხვეწავთ და საბოლოო შედეგსაც, რა თქმა უნდა, გადავიდებ, განახერთ. ფაქტიურად უკვე ამის მეორე გადაღება წავა უკვე ღუმელში შეკუთული, ჯერ პირველ რიგში ვაპირებ შეღებას. რა თქმა უნდა, ჯერ კუზაოსი, ამაზე მოიხსნება უკანა საბარგული, უკანა საქარი მინა, წინა საქარი მინა, რა თქმა უნდა და კაპოტი. ანუ ღუმელში შევა მხოლოდ და მხოლოდ წინა ორივე კრილო თავის კუზაოსთან ერთად. კუზაოს შევღებავთ, მერე 4-ვე კარს თავის კაპოტთან და ბაგაჟნიკთან ერთად შევღებავთ და ნახოთ რა შედეგის მივიღებთ. მოკლედ, აი ესე მეგობრებო. აქ მოკლედ დავამზადეთ, გავასუფთავეთ ეს ყველაფერი. ვასხავთ იტალიურ ბრენდის გრუნტს ვასხავთ, აი ეს განახერთ, მოკლედ, BBG-ს ვასხავთ. ესე ხსნით, თავისი გავხსნილიც მოყვება, თავისი რასტვარიტელიც მოყვება. აი ესეთი რასტვარიტელი აქვს თავისი ანალოგიურად.
ეს ხარისხის არის, მოკლედ, ესაც იგივე თავის ბრენდის არის. თავის წარწერებით, მოკლედ. რა თქმა უნდა, კატალიზატორის ანალოგიურად. ესაც თავის კატალიზატორია, თავის შრობის წესები აქვს. ამას ხლიანად დაუბრუნდავთ ამ მანქანას, რომელიც იქნება საბოლოო გრუნტიზე, თან ფაქტიურად კინა რო გავასუფთავეთ და დავშპაკლეთ ერთი პირი გვაქვს დაგრუნტული, ანუ მთლიანი მანქანა ერთხელ დაიგრუნტა და ეხლა წავა ფინიშავი გრუნტი. აი იქიდან ჩვენი თიმა გვიყურის აი ესე მოწყენილი. რა თქმა უნდა, ამანაც მიიღო მონაწილეობა, წინა ბამპერები დაამზადა თვითონ, მომეხმარა, ეს ტუჩის თვითონ დაამზადა და შეფუთვაშიც რა თქმა უნდა მიიღო მონაწილეობა. მაგასაც დიდი მადლობა, ჯილდო ეკუთვნის ჩვენს მას, ნერვიულობს, სანერვებული არაფერი არ აქვს. მოკლედ ესე მეგობრებო, დავგუნდავ ამ სულ ყველაფერს. დაგუნტულსაც გადავიღებ, რომ უფრო კვეთრად ალბათ დავათვალიეროთ, ერთად ნახოთ კანტები რას იძახიან და ფორმები რას იძახიან. ნახოთ ამდენად გამოგვივა გადაღება. მეგონი ალბათ გადავიღებ, თუ დრო დავჭერა. მეგობრებო, დასრულდა ჩვენი 99 შევაფასოთ ერთად, შავი დავარცხვით, ბლექი. აი ესეთი გამოვიდა. გახსოვთ მისი მდგომარეობა, როგორ ვიწვალეთ, მოკლედ. აი ესეთი შედეგი დავსვით. რაიონებით შევღებეთ, რა თქმა უნდა. ესეთი გამრიელი გამოვიდა. შესაძლოა თქმა უნდა. დავჩამ ამაზე არებები, კაპოტი, ამ დანარჩენსაც რა თქმა უნდა შევღებავთ, დავამუშავებთ და შევიდანთ მომერიშიდან, შევღებავთ ამ სულ ყველაფერს, რა თქმა უნდა შევეცდები ეს სულ ყველაფერი აწყობილ მდგომარეობაშიც გადავიღო, განახოთ როგორი გამოვიდა. Am I dreaming? No, I'm living in my dream.
დავათვალიეროთ მეგობრებო ერთად, ნახოთ რა გამოგვივიდა ჩვენი 38-დან, ჩვენი შავისგან. ნახოთ რა გამოგვიყვანეთ. რა იყო და რა გამოვიდა. ეს მისი კაპოტი. ესაც კარები. ყველას გახსოვს მისი მდგომარეობა. ესე მოკლედ გამოვიდა. მდგომარეობა ყველა გვახსოვს, მოკლედ რანატანჯი იყო, 8 ჯერ შეღებილი იყო. აი ეს კანჭების ყველაფერი დაკარგული იყო, ყველაფერი ფორმებში დადგა. აი ესეთი ტიპი გამოვიდა, მოკლედ ამ ყველაფერს აწყობენ და აწყობენ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, გადავიღებ ამასაც განახეთ, მოკლედ. ეხლა კაპოტსაც გავასწორებ, კაპოტიც ნახოთ. ლიანობაში ესეც კაპოტი მოკლედ ესე ამით დასრულდა ჩვენი 38. დაგვრჩა ბამპერები, ნუ ეგ წვრილმანია, ზეითად სამუშაო იყო აი ეს დეტალები, რასაც ხედავთ, რაც აქ წრეში ფილაგია. ახლა ბამპერები ფაქტიურად დიდ პრობლემას აღარ შეგვიქმნის. იქიდან გამომდინარე ბამპერები ფაქტიურად ახალია. ძირითადად სამუშაოები ჰქონდა ამ კარებებზე, მოკლედ 4 კარებზე და კაპოტზე. მოკლედ აი ესე, დანარჩენს კიდე გადავიღებ, მანქანაზე დადგება ეს ყველაფერი ერთ ვიზუალზე და ამ ყველაფერს განახილავ. Am I dreaming? No, I'm living in my dream.